პოლიტიკურად მოტივირებული მარცხაჯულება აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში. Ამ თემაზე დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა გრძელდება, კერძოდ კი საუბარია პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არჩევნების ჩატარებიდან დღემდე მოქალაქეთა დაკავების დროს გამოკვეთილ ტენდენციებზე ილაპარაკეს და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანეს. პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის მაგალითებს შორის დასახელდა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეები. მათივე თქმით, პრობლემატურია ისიც, რომ პოლიცია პოლიტიზებულია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით ამ გარემოებას მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები და მედიის მიერ საჯაროდ გავრცელებული კადრები ადასტურებს. ტენდენციებს შორის დასახელდა პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების დაუსჯელობა. მათივე თქმით, საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან პროტესტის მონაწილეთა აქტივისტთა და ჟურნალისტთა მიმართ სამართალდამცავებისა თუ კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი ასობით ძალადობის არც ერთ ფაქტზე არავინ მიცემულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებული სტატუსი მიანიჭა 32 პირს. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ კი დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ბრიფინგზე საუბარი შეეხო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის პრაქტიკასაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, საქმეთა განხილვა ხარვეზებით მიმდინარეობდა. დასახელდა აღნიშნული საქმეების განხილველი მოსამართლეების, საქმეების პროკურორებისა და მოწმეთა გვარებიც. დაკავებულ მოქალაქეთა მიმართ არაადამიანური ღირსების შემლახავი მოპყრობა გრძელდება ასევე იანვრის თვეშიც. მაგალითად, შეგვიძლია ვახსენოთ 11 იანვარს თბილისში დაკავებული უფლებადამცველის გია ჯვარშეიშვილის შემთხვევა, რომლის დაკავებაც მოხდა ძალის გადაჭარბებული გამოყენებით და ამის შემდგომ პოლიციას მოუწია მისი ჰოსპიტალიზაცია. ასევე ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ 11-12 იანვარს ბათუმში დაკავებულები მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე და მზია ამაღლობელი. აღნიშნული განხორციელდა პოლიციის უფროსის, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან, რომელიც სხვა პოლიციელებთან ერთად ძალადობდა დაკავებულებზე და აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. არჩევნების შემდეგ დღემდე სახელმწიფოს ადმინისტრაციული წესით ყავდა დაკავებული 500 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლის საქმით 44 პირი დააკავა. აქედან მათი ასაკი 19 წლიდან იწყება და ამ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციაც გვაქვს, მათ შორის არიან სტუდენტები და ასევე მზია ამაღლობელი, რომელიც არის ჟურნალისტი. სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სასამართლოები დაუსაბუთებლად უფარდებენ დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას, უგულებელყოფენ დაკავების დროს ბრალდებულთა არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, ასევე იმას თუ რამდენად კანონიერად ჩატარდა სხვადასხვა პროცედურა, მათ შორის ჩხრეკაც, ისინი აჭიანურებენ პროცესებს.